ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რიგში ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტზე მუშაობა ცხინვალში ინტენსიურად მიდის. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება სხვა მიმართულებების გარდა მთავარს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გამტკიცებას ითვალისწინებს. როგორ აფასებენ შიდა ქართლში ცხინვალიდან დაანონსებულ შეთანხმებას? იათინიკაშვილი თემით. რუსებმა აქციეს სამხრეთელი ოსები პენსიონერი ერად, რომელსაც არავითარი პოტენციალი განვითარების არ გააჩნიათ. De facto სამხრეთ ოსეთი, რომელსაც დეპუტატ ვახტანგაშვილის მოსაზრებით განვითარების პოტენციალი არ გააჩნია, რუსეთთან თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის მოლოდინშია. ოკუპირებულ ცხინვალში შეთანხმების დეტალებს აზუსტებენ. მე ისტორიკოსი ვარ და მით უმეტეს მაგ საკითხების სპეციალისტი ვარ, ოსთა განსახლების საკითხების და ყველა შემიძლია დავარწმუნო, რომ დაახლოებით 25-30 წელიწადში ცხინვალს შეიძლება ფიზიკურად ოსი აღარც დარჩეს და ოსურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანიც აღარ დარჩეს. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი გალინა ქელეხსაევას ნათესავების უმრავლესობა ოკუპირებულ ცხინვალსა და ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს. ეთნიკურად ოსი ეროვნების ქალბატონი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებელთა დიდი უმრავლესობა დაანონსებულ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს. შეხვედრები მაქვს ხოლმე და არ უნდათ ბევრსა, იმიტომ რომ ხედავთ აფხაზეთშიც მიტინგები მოაწყეს გარეთა, ყველას არ უნდა და იმიტომ რომ რუსეთის მონა გახდება, ესე გამოდის. De facto სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლიდერი უფროშორ პერსპექტივებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ურთიერთობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უამრავ პუნქტს მოიცავს, მათ შორის მთავარი აქცენტი სამხედრო თანამშრომლობაზე კეთდება, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შესაბამისად, უცნობი რჩება ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ვინ გააკონტროლებს ოკუპირებული ტერიტორიის ეგრეთ წოდებულ საზღვარს. 2008 წლიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრს ოსი ფორმიანები და რუსული საჯარისო დანაყოფის ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები აკონტროლებენ. მათ უხლართების სიახლოვეს მაცხოვრებლები მოკავშირეობის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ვითარების გართულებას არ გამორიცხავენ. უკეთესობისკენ რა თქმა უნდა არაფერი. უარესობისკენ ალბათ ისევ შეგვაწუხებენ რაღაცით. რაღაცით შეგვაწუხებენ და რას მოიფიქრებენ არ ვიცი. ყველანაირ ძალისხმევას ვიხმართ, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობა დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, დროულად ვიყოთ მათთან ინტერაქციაში, რომ ისევე როგორც აი ეს წინა ხელშეკრულება, ისევე დავგმოთ, ისევე ასე ვთქვათ, ვიმოქმედოთ ერთსულოვნად ყველა იმ პარტნიორთან, რომლებიც მხარს გვიჭერენ და მხარს უჭერენ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და ცხინვალის de facto ხელისუფლებაში რუსულ მხარესთან კონსულტაციების რეჟიმში დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებას რამდენიმე კვირაში ვარაუდობენ.